მოგესალმებით, მე ვარ ანა ფარიშვილი, მაგისტრანტი. ვიდეო ლექციის ამ ნაწილში ვისაუბრებ საკუთრების უფლების დაცვის იმ საშუალებებზე, რომელიც არსებობდა რომაულ სამართალში და რომელიც არსებობს გერმანიისა და იტალიის სამოქალაქო კოდექსებში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რომის სამართალში შემუშავებული იქნა საკუთრების უფლების დაცვის საშუალებები. რომაული სამართლით საკუთრების უფლების დაცვის სამი გზა არსებობდა. ვინდიკაცია, ანუ ვინდიკაციო, ნეგატორული სარჩელის წარდგენა, ანუ აქციო ნეგატორია და მესაკუთრის მიმართ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალა, ანუ აქციო პროჰიბიტორია. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი ცაცალკე. რაც შეეხება ვინდიკაციას. თუ მესაკუთრე დაკარგავდა ნივთს, მას შეეძლო წარედგინა მოთხოვნა, ჩამორთმეულდა ნივთი უკანონო მფლობელს და დაბრუნებოდა მას. ასეთი მოთხოვნის წარდგენა შეიძლებოდა ყველა პირის მიმართ, ვისაც უკანონოდ ეპყრა სხვისი ნივთი. ამასთან მესაკუთრეს, რომელსაც ნივთი ჰქონდა დაკარგული, უნდა ემტკიცებინა, რომ იგი ნამდვილად ამ ნივთის კანონიერი მესაკუთრე იყო. ანუ ვინდიკაციურ სარჩელზე უფლება რომაული სამართლის მიხედვით მესაკუთრეს ენიჭებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე თავისთან აკავებდა მესაკუთრის კუთვნილ ნივთს და არ უბრუნებდა მას. ამდენად პირს საკუთრების უფლების სრულად დარღვევისას რეი ვინდიცატიო ენიჭებოდა. ვინდიკაციური სარჩელის მეშვეობით მფლობელ არამესაკუთრეს ედავებოდა მესაკუთრე არამფლობელი. თითოეული მოდავე მხარეთაგანი აცხადებდა მაგისტრატის წინაშე საკუთარი მესაკუთრული უფლებების შესახებ და თავისი ნათქვამის დასადასტურებლად ჯოხს ანუ ვინდიკას დააგებდა ხოლმე სადავო ნივთს. აქედან წარმოიშვა სახელწოდება ვინდიკაციური პროცესი, სადაც მოსარჩელე საწვამტკიცების ტვირთი ანუ onus probandi. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო ნივთი მას ეკუთვნოდა საკუთრების უფლებით, ხოლო მოპასუხე არ იყო ვალდებული რაიმე ემტკიცებინა მისი უფლების შესახებ. ითვლებოდა, რომ მოპასუხის სასარგებლოდ მეტყველებდა თვით ნივთის ფლობის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ კი მოსარჩელე ვერ შეძლებდა თავისი კანონიერი უფლების დამტკიცებას, რომ ნივთი მას ეკუთვნოდა საკუთრების უფლებით, მას სარჩელზე უარს ეტყუდნენ. რომის სამოქალაქო სამართალს ჩამოყალიბებული ჰქონდა წესი, სადაც მე ვიპოვნი ჩემს ნივთს, იქვე ვიბრუნებ. სწორედ რეი ვინდიკაციოს მეშვეობით ხდებოდა მესაკუთრის უფლების დაცვა, რომელსაც მისი ნებისაწინააღმდეგოდ ჩამოართვეს ნივთის ფლობის უფლება. ცივილურ მესაკუთრეს შეეძლო ვინდიკაციური სარჩელის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა მის საკუთრებაში არსებული ნივთის ფლობის ხელყოფა. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას იმ მოპასუხეს უყენებდა, რომელიც უშუალოდ ფლობდა სადავო ნივთს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დავის შემთხვევაში მოპასუხეს უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ვინაიდან სწორედ მოსარჩელეს აწვა მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ამიტომ ხშირად ვინდიკაციურ პროცესს წინ უსწრებდა განხილვა, თუ რამდენად მარცხნიერად ფლობდა ნივთს მოპასუხე. ეს რაც შეეხებოდა ვინდიკაციურ სარჩელს. ახლა ვისაუბროთ ნეგატორულ სარჩელზე, ანუ აქციო ნეგატორია. აღნიშნული სარჩელი გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთი ან ქონება მართალია მესაკუთრეს ჰქონდა, მაგრამ გარეშე პირი ავიწროებდა, მას ხელს უშლიდა, საშუალებას არ აძლევდა, რომ სურვილისამებრ გამოეყენებინა ნივთი ან ქონება. ამ შემთხვევაში გარეშე პირი აცხადებდა, რომ მას ეკუთვნოდა სერვიტუტი ან უზუფრუქტი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ძველი რომის წინამძღოლში არაერთხელ მომხდარა, რომ სვლილი მემამულის ადგილ-მამულზე გავლით მიერეკებოდნენ ხოლმე პირუტყვს ისე, რომ ამის ნებართვა მესაკუთრისგან არ ჰქონდათ. პირუტყვის მეპატრონე კი აცხადებდა პრეტენზიას, რომ მას ჰქონდა მემამულის მიწაზე პირუტყვის გატარების უფლება. ასეთ ვითარებაში მიწის მესაკუთრე აღზრდავდა სარჩელს მისი მესაკუთრული უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. სწორედ ასე გაჩნდა ეგრეთ წოდებული ნეგატორული სარჩელი, ლათინურად აქციო ნეგატორია, რაც ნიშნავს სარჩელს უარყოფის შესახებ. ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილება კი იმას ნიშნავდა, რომ სასამართლო დაადგენდა, რომ იმ ქონებას, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას შეადგენს, მესამე პირების სასარგებლოდ არ აკისრია სამართლებრივი დადება. ახლა ვისაუბროთ აქციო პროჰიბიტორიაზე. იგი იმის მოთხოვნას ნიშნავდა, რომ აკრძალულდა მესამე პირს შეესრულებინა რაიმე მოქმედება ნივთის მიმართ მესაკუთრის საზიანოდ. მჭიდროდ დასახელებულ რომსა და ზოგიერთ სხვა ქალაქებშიც, თუ ვინმე თავის ეზოში ისეთ ნაგებობას ააშენებდა, რომელიც მეზობლის ფანჯრებს, სარკმლებს უბნელებდა ან სხვა რიგად აწუხებდა,
ამ შემთხვევაში შეწუხებული მესაკუთრე აღძრავდა ხოლმე ეგრეთ წოდებულ პროჰიბიტორულ სარჩელს და მაშას ადამი აქციო პროჰიბიტორია იყო სარჩელი წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. ლათინურად პროჰიბიტორ ნიშნავდა წინააღმდეგობის გაწევას. თუ სასამართლო სარჩელს საფუძვლიანად ცნობდა, მაშინ მოპასუხეს დაევალებოდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სწორედ ზემოაღნიშნული სარჩელების წარდგენის გზით ხდებოდა რომის სამართალში საკუთრების უფლების დაცვა. ახლა განვიხილოთ გერმანულ სამართალში თუ როგორ ხდებოდა საკუთრების უფლების დაცვა. მინდა გითხრათ, რომ რიგი ქვეყნების კერძო სამართალში საკმაოდ ეფექტურად ხორციელდებოდა ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება. მათ შორის აღსანიშნავია გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, რომლის 995 და 1004 პარაგრაფი ითვალისწინებს სწორედ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ნივთით სარგებლობის ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებებს. კერძოდ, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 995 პარაგრაფის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელისაგან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა. მართალია აღნიშნული მუხლის სათაურია უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება და პირდაპირი მითითება არ არის ვინდიკაციურ სარჩელზე, მაგრამ ნორმის შინაარსობრივი დატვირთვა გვაძლევს დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მასში მოცემული დათქმა უკან დაბრუნების მოთხოვნა სწორედ ვინდიკაციურ მოთხოვნას გულისხმობს და მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას მოთხოვნის მფლობელს მისი კუთვნილი ნივთის უკან დაბრუნება. ამად ადასტურებს თავად გერმანული სიტყვა, რომლის სიტყვასიტყვით ქართული განმარტებაც ასეთია. ვინდიკაცია ესაა მესაკუთრის მიერ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ერთ საგულისხმო გარემოებაზეც გავამახვილოთ ყურადღება. კერძოდ, შეუძლია თუ არა მესაკუთრეს ნივთი გამოითხოვოს ნებისმიერი მფლობელისაგან, თუ მას ამის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც სახელზეა უკანონო მფლობელობა, ანუ მფლობელს არ გააჩნია ნივთის მფლობის სამართლებრივი საფუძველი. თუ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამოვართ, ამ შემთხვევაში მესაკუთრის მიერ მხოლოდ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უნდა იგულისხმებოდეს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან როდესაც ვამბობთ, რომ პირი კანონიერად ფლობს ნივთს, ეს იმას გულისხმობს, რომ მას კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი ანიჭებს ამის უფლებას და შესაბამისად მისი მფლობელობა არის დაცვის ღირსი. ამასთან, როდესაც მფლობელობა კანონიერია, ეს ნიშნავს, რომ ამგვარი მფლობელობა თანხმდრაშია მესაკუთრის ნებასთან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესაკუთრეს ნივთის ვინდიცირების სურვილი გაუჩნდეს. გერმანული სამოქალაქო კოდექსის 1004 პარაგრაფის თანახმად, კი თუ საკუთრების ხელყოფა ხდება სხვაგვარად, ვიდრე ნივთის ჩამორთმევა ან მისი დაკავება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია დამღლელს მოსთხოვოს ხელის შემშლელი მოქმედების აღკვეთა. თუ არსებობს შემდგომი ხელყოფის საფრთხე, მესაკუთრეს შეუძლია წარადგინოს ნეგატორული სარჩელი. მოთხოვნის უფლება გამორიცხულია, თუ მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს ხელყოფა. ანუ როგორც ხედავთ, აღნიშნული მუხლი სწორედ ნეგატორულ სარჩელს ეხება. მოცემული მუხლი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მესაკუთრის უფლების დაცვის აღნიშნული სარჩელით მაშინ უნდა დავიცვათ უფლება, როცა მესაკუთრე მართალია კვლავაც რჩება ნივთის მფლობელად, მაგრამ მას მისი უკანონო მოქმედების განხორციელებით ხელი ეშლება გამოიყენოს კუთვნილი ქონება სურვილისამებრ. სამოქალაქო სამართლის მეცნიერება იცნობს ნივთით სარგებლობის ხელი შეშლის შემთხვევების სხვადასხვა სახეს. ამ შემთხვევაში გერმანული სამართლის მეცნიერება და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს შემდეგი სახის დარღვევებს. უპირველეს ყოვლისა, საკუთრების უფლების დარღვევა გამოიხატება დამრღვევის პოზიტიურ ზემოქმედებაში. პოზიტიური ზემოქმედება ნივთის დაუშვებელი ხელყოფის აზრით საერთო შეხედულებით ყოველთვის უნდა იქნეს განხილული როგორც ზიანი. ამასთან ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ ადამიანის, ისე ცხოველის, შინაური ცხოველის მოქმედებით. ნეგატიურ ზემოქმედებად გერმანული სამართლის მეცნიერება მიიჩნევს ისეთი სახის ზემოქმედებას, რომლითაც ნივთი კარგავს ბუნებრივ კავშირს გარე სამყაროსთან და მესამე, რაც შეეხება იდეალურ ზემოქმედებას.
იდეალურ ზემოქმედებად გერმანული სამართლის მეცნიერება და სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ნივთის მოსარგებლეს მესამე პირის მოქმედების შედეგად იმგვარად ელახება ესთეტიური ან მორალური გრძნობა, რომ ასეთი ზემოქმედების მოშორება მას გონივრულ ფარგლებში არ შეუძლია. დამხმარებთა სახელების მსგავსად, გერმანული სამართლის მეცნიერებაში განასხვავებენ ორი სახის დამხმარებს, ანუ დამხმარები მოქმედებით და იგი შეიძლება აგრეთვე იყოს არაპირდაპირი დამხმარები მოქმედებით. ამ შემთხვევაში დამხმარები მოქმედება ხორციელდება არათავად დამხმარები პიროვნების, არამედ სხვა პირის მიერ დამხმარები პიროვნების დავალებით და მეორე დამხმარები მოქმედებიდან გამომდინარე. ანუ ეს გულისხმობს დამხმარებს, ვისი კუთვნილი ან ვის მფლობელობაში არსებული ნივთისაგან მომდინარეობს დამხმარება. შესაბამისად, ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს როგორც ნივთის მესაკუთრი, ასევე მფლობელის, თუ იგი ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას იმ ნივთზე, რომლითაც იქმნება დამხმარების მდგომარეობა. საგულისხმოა, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1004 მუხლის პირველი ნაწილის ნორმის გაკეთებულია შემდეგი დათქმა, რომ თუ არსებობს შემდგომი დარღვევების საფრთხე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია წარადგინოს სარჩელი საფრთხის აღკვეთის მოთხოვნით. როგორც ხედავთ, გერმანული კანონმდებლობა ითვალისწინებს ნეგატორული სარჩელის გამოყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკუთრების უფლების მიმართ გარკვეული საფრთხე. ნიშანდობლივია, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსში ვინდიკაციურ და ნეგატორულ სარჩელებთან მიმართებით არსებობდა გარკვეული შეზღუდვა და აღნიშნული სარჩელებით უფლებების დაცვა მხოლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შეეძლო. მაგრამ ამჟამად აღარ არსებობს ასეთი შეზღუდვა და აღნიშნული სარჩელებით უფლების დაცვა შეუძლია ნებისმიერ მესაკუთრეს. როგორც დავინახეთ, რომანულ-გერმანულ სამართლებრივი სისტემის ქვეყნებში საკუთრების უფლების დასაცავად გამოიყენებოდა სწორედ ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები. მნიშვნელოვანია ახლა ვიცოდეთ, თუ საკუთრების უფლების დაცვის რა საშუალებები არსებობს იტალიის სამოქალაქო სამართალში. იტალიის სამოქალაქო კოდექსი საკუთრების უფლების დაცვის სარჩელებად განიხილავს ვინდიკაციურ და ნეგატორულ სარჩელებს. კერძოდ, 951 მუხლი ითვალისწინებს ვინდიკაციურ სარჩელს, ხოლო 959 მუხლი ნეგატორულ სარჩელს. აღსანიშნავია, რომ იტალიის სამოქალაქო კოდექსის 952 მუხლს ეწოდება სარჩელი ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე, თუმცა თუ მის შინაარსს დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ამ მუხლის სწორედ ვინდიკაციურ სარჩელზეა ლაპარაკი. აღნიშნულ მუხლში გაკეთებულია შემდეგი მოცემულობა, რომ მესაკუთრეს შეუძლია დაიბრუნოს ნივთი ნებისმიერი იმ პირისაგან, რომელიც მას ფლობს ან ახორციელებს მის პყრობას და წარადგინოს სარჩელი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ პირმა სარჩელის წარდგენის შემდეგ თავისი მოქმედებით შეწყვიტა ნივთის ფლობა ან პყრობა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია თავის ხარჯზე უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება მოსარჩელისათვის, ან თუ იგი ამას ვერ განახორციელებს, აუნაზღაუროს მას ნივთის ღირებულება და მიყენებული ზარალი. მინდა გითხრათ, რომ იტალიის სამოქალაქო კოდექსში ასევე გაკეთებულია დათქმა, რომ თუ მესაკუთრე ითხოვს ნივთის დაბრუნებას უშუალოდ ახალი მფლობელისაგან ან მფლობელისაგან, მან უნდა აუნაზღაუროს თავდაპირველ მფლობელს ან მფლობელს მის სანაცვლოდ მიღებული თანხა. იტალიის სამოქალაქო კოდექსი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ხანდაზმულობის ვადებზეც და აღნიშნავს, რომ სარჩელი ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე არ ექვემდებარება სასარჩელო ხანდაზმულობას, გარდა სხვა პირების მიერ საკუთრების უფლების ხანდაზმულობით შეძენის სამართლებრივი შედეგებისგან. რაც შეეხება ნეგატორულ სარჩელს, იგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემულია 959 მუხლში და აღნიშნული მუხლი ამბობს შემდეგს, რომ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს სხვა პირების მიერ ნივთის მიმართ წაყენებული უფლებების არარსებობის აღიარება, როდესაც მას აქვს საფუძველი შიშობდებს ამ პირებისაგან ზიანის მიყენებას. თუ ასევე ხდება ნივთის სარგებლობაში ხელის შეშლა თუ შეწუხება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს როგორც ამ მოქმედების აღკვეთა, ისე სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ზარალის დაკისრების შესახებ. როგორც ხედავთ, იტალიის სამოქალაქო კოდექსი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მსგავსად მესაკუთრეს ანიჭებს უფლებამოსილებას
წარადგინოს ნეგატორული სარჩელი საფრთხის აპორტის მოთხოვნით, ანუ როდესაც მესაკუთრეს აქვს საფუძველი შიშობდეს პირებისაგან ზიანის მიყენებას. როგორც დავინახეთ, როგორც რომაულ სამართალში, ისე გერმანულ და იტალიურ სამოქალაქო სამართალში საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელოვან საშუალებებს სწორედ ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელი წარმოადგენდა. მადლობთ ყურადღებისთვის.